გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტი. მე ვარ მარიამი და დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ განათლების სისტემაში მიმდინარე ბოლოდროინდელ რეფორმებზე, ცვლილებებზე და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ილიანის ასოცირებული პროფესორი ბატონი ჯუანშერ ჯეჯელავა და სტუდენტური მოძრაობის წევრი ანანო აბულაძე. გამარჯობათ. სალამი. ბატონო ჯუანშერ, რო ვისაუბროთ ზოგადად ამ რეფორმის არსზე, სტუდენტებისთვის გასაგებად დავხსნათ რა არის და რა შეიძლება რომ რა გამოწვევები შეიძლება რომ წამოწიოს წინა პლანზე. ამ რეფორმაზე რო ვისაუბროთ და სტუდენტებს უთხრათ რა ელოდება წინ, სინამდვილეში ვერანაირ პასუხს ვერ გასცემ, იმიტომ რომ რეფორმაში საკმარისი ინფორმაცია არ არის ჯერჯერობით ჩადებული. დაანონსებულია რომ იქნება რეფორმა, ინტერვიუებიდან, ნაწყვეტებიდან ვიცით რაღაც იდეები, კონკრეტული სახე არ ვიცით. ბევრი გამონაკლისი არის აღწერილი, რომელიც ასევე დაკონკრეტებული არ არის, უბრალოდ ისე წერია, რომ აი იქნება გამონაკლისები. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შეკითხვაზე, რომელსაც დასვავთ, კონკრეტული პასუხი არ იქნება და სავარაუდოდ ეგ პრობლემა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ჩემში რა პრობლემასაც იწვევს ეგ, ზუსტად ეგ არის, რომ მე არ ვიცი ხვალ ზეგ რომელი ფაკულტეტი დარჩება, რომელ უნივერსიტეტთან დარჩება, შეძლებენ კი დიპლომების აღებას სტუდენტები იქ, სადაც ახლა სწავლობენ, 4 წელი აცდიან თუ არ აცდიან, თუ უკვე დაიშლება უნივერსიტეტების დაცლა, თქვა, დაშლა და გადაერთება ფაკულტეტების სხვა უნივერსიტეტებთან, მაშინ ამ სტუდენტებს ტრანსფერი როგორ მოუწევთ? ამ შეკითხვებზე პასუხები არ არის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხალხი რომელიც ამას აკეთებს, ამ რეფორმას, რომელიც აანონსებს და რომელიც გვირდება რომ განახორციელებს ამ რეფორმებს, ამ ხალხს პორტფოლიო თუ კიდევ გადაუმოწმეთ, ცნობილი არიან იმით, რომ პასუხისგებლობას არ იღებენ არც ერთ თავის არჩევანზე. აი თქვათ, ეხანდელი პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ვიცით რომ ის ტრაბახობდა იმით, რომ საკონსტიტუციო შესწორებები შეიტანა, სადაც უნივერსიტეტს გარანტირებული ჰქონდა თავისუფლება, იქ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში შეგვიტანეთ თითქოს ორი პრეზიდენტი, რომლის არჩევნებში პირადად კობახიძე აგიტირებდა ხალხს, რომ აი მიეცით ხმა, აი ესეც ვიცით და საბოლოოდ ეს რა გამოისახა. ორივე პრეზიდენტი არ მოსწონს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერით რაღაცნაირად თავსმოხვეული არისო. ანუ ყველაფერი რაში თვითონ მონაწილეობდა და რაზეც მოუწოდებდა ხალხს რომ გააკეთონ, ამ ყველაფერს ახლა აკრიტიკებს და პასუხისგებლობას არ იღებს თავის თავზე იმაში, რომ ეს ყველაფერი თვითონ აიძულა ამ ხალხს გააკეთონ, თვითონ მოიგონა, თვითონ ახორციელებდა და ახლა თვითონვე აპროტესტებს, რომ ეს ცუდია. ამიტომ წესიერი ადამიანი გადადგებოდა და აი ჩვენ გვაქვს ახლა მთავრობა, რომელიც შეცდომებს უშვებს, უარზე დგას, ყველას აბრალებს ამ შეცდომებს თავის გარდა და არასდროს იღებს პასუხისგებლობას თავის თავზე. ამიტომ მე მგონია, რომ ზოგადად ამ რეფორმის კონკრეტიკაში ჩასვლამდე კარგია თუ გავიაზრებთ, რომ მის განხორციელებას აპირებს ადამიანი, რომელიც არასდროს არ აიღებს პასუხისგებლობას არც ცუდზე, არც კარგზე. ნუ კარგზე კი აიღებს, მაგრამ ცუდზე ნამდვილად არ აიღებს. და არა ისე არ შეუტოկდება წარბი, რომ თაობებს გაუშვებს სადღაც განათლებისგან დაცლილ წყვდიათში. ესე ვიტყოდი მე რა მაშფოთებს ამ რეფორმაზე და რა შემიძლია თქვა კონკრეტულად. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თითოეულ პუნქტში თუ არ ჩავრმავდი ახლა, იმიტომ კი არა რომ იქ არ არის ხელწამოსაგები. თითოეული პუნქტი იმდან პრობლემატურია, რომ ამის დამწერით ესეც სიცხვისგან ხარაკირის ან სიპოկუს გაიკეთებდა მინიმუმ და წავიდოდა ამ სფეროდან, იტყოდა რომ მე ეს საქმე არ მეხერხება. თუ ეს არის ის განათლების კონცეფცია, რომელიც მე დავდე, მე მივდივარ ხალხს რომ მაპატიეთ. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ხალხი პირიქით, აი ძველბიჭურ ტრადიციებში აწვება იმას, რომ არა, ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და პირიქით, აი უფრო ეს რქებით გვაწვება, რომ მიიყვანს ამ რეფორმას ბოლომდე. ეს შემიძლია თქვა, მთელი ჩემი კომპეტენცია. ამ რეფორმის ფარგლებში, აი თქვენი შეხედულებით, რა საფრთხეები შეიძლება შეექმნათ სტუდენტებს სამომავლოდ, თუნდაც საქართველოში რო ისწავლონ, ან საზღვარგარეთშიც სურს რომ მიიღოს განათლება? პირველი შეიძლება აკრედიტაციები დატოვონ უნივერსიტეტებმა. ანუ შეიძლება დიპლომი, რომელიც ახლა მიღებულია საერთაშორისო სტანდარტებით, ანუ მაგალითად გერმანიაში რო წახვალ ილიას დიპლომით ან TSU-ს დიპლომით, აღიარებენ, საგნების დამატება არ მოგიწევს
და ეს შეიძლება საფრთხის ქვეშ დაადგეს. ეხლა ვიღაცა შეიძლება იტყვის, რომ ოკეი, სასწავლებლად არ მივდივარ და მე არ შემეხება ეს პრობლემა. მაგრამ მაგალითად შემოდის აქ 5 წელიწადში რაღაც დიდი კომპანია საინჟინრო და ამბობს, რომ მე მინდა ინჟინრები დავიქირავ ქართველი და თქვენ აჩვენებთ თქვენ დიპლომს და ის გეუბნება, რომ იცი რა, მე ეს დიპლომი არ ვიცი რანაირად მიიღე, იმიტომ რომ რაღაც რეფორმის წლები იყო. არა, აი უფრო ავიყვანი იმათ, ვისაც უფრო ადეკვატური დიპლომები აქვთ და ეხლა რასაც გვეუბნებიან განათლების რეფორმით, ესეთი ადეკვატური დიპლომები ექნებათ კერძო სასწავლებლებში, ვისაც დარჩება პროგრამები აკრედიტირებული, ან უცხოეთში ვინც სწავლობდა. ანუ ერთი არის ან აი ესეთი შეძლებული ოჯახების შვილები, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ, ან ასევე შეძლებული ოჯახების შვილები, ვინც სწავლობდნენ კერძო უნივერსიტეტებში. და გამოდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინც სწავლობს, ყველას დიპლომი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, ყველას აღიარება აი ამ სწავლის სტატუსის საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს და ალბათ ესეთ ტიპიურ სპეციალობებზე, აი ვთქვათ, რა ვიცი, თუ ნიკორაში კონსულტანტი ან მენეჯერი გინდა იყო, იქ ალბათ დიპლომი იმუშავებს. მაგრამ რამე წესიერ ფირმაში, სადაც უფრო კარგი ანაზღაურება იქნება, სავარაუდოდ შეიძლება პრობლემები შეიქმნას და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზეც, როგორც გეუბნებით, პასუხისმგებლობას არავინ არ აიღებს. არავინ არ იტყვის, რომ აი თუ შეიქმნა საფრთხე, აი კონკრეტულად ვინ დაისჯება და როგორ. ანუ ბოდიშის მოხდა ხო აღარ გეყოფა 5 წელი თუ ისწავლე და გამოდის კიდე 5 უნდა ისწავლო, ანუ 2 უნდა დაამატო, ან 1, რა ვიცი. ეგ ჩემთვის არ არის მაგალითად ესეთი ცხადი. და მე მგონი არც არავისთვის და თვითონაც კი არავინ შიგნიდან ხელისუფლებიდან ამაზე არ საუბრობს. და აი ამ ყველა ცვლილებამ როგორ შეიძლება რომ იმოქმედოს უნივერსიტეტის ავტონომიაზე, ნებისმიერ ჭრილში, თუნდაც ფინანსური იქნება, აკადემიური, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ. და ანუ რა შეიძლება იყოს უნივერსიტეტების პასუხი ისე, რომ უნივერსიტეტმა და უნივერსიტეტებმა შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და აკადემიური თავისუფლება. მე საერთოდ გონია ახლა ავტონომიაზე ლაპარაკი, როცა შენ გეუბნებიან, რომ ფაკულტეტებს განისაზღვრებენ და სტუდენტების რაოდენობას გაგისაზღვრავენ, საერთოდ ლაპარაკი მე მგონი არ ღირს ავტონომიაზე როგორ დაარტყავს. ანუ ავტონომია მისთვის ისე, რომ მე შემიძლია ვთქვათ, ავტონომიური თუ ვარ მშობლებისგან, მე შემიძლია წავიდე ვიმუშაო იქ, სადაც მინდა, ვიცხოვრო იქ, სადაც მინდა და ვისთანაც მინდა. თუ მაგას მიზღუდავენ და უნივერსიტეტში თუ შეზღუდავენ სტუდენტების რაოდენობას მისაზღვრავს აკრედიტაცია. თქვათ შენობა რამდენ წელიწადზე არის გათვლილი. უფასო თქვათ სუბსიდირებული ფაკულტეტები, როგორც ფიზიკა არის მაგალითად, ხო? მაგასაც მისაზღვრავს სახელმწიფო. მაგრამ თუ იმასაც მეტყვის, რომ იცი რა, ფიზიკის ფაკულტეტი ილიაში არ შეგიძლია გქონდეს და TSU-ში არ უნდა გქონდეს და აი მარტო GPI-ში და იურიდიული იქნება მარტო TSU-ში და სამედიცინო მარტო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგას თუ გააკეთეს, ავტონომია აღარ არის, უკვე აღარ არსებობს და სხვა საკითხი არის, რატომ უნდა არსებობდეს ავტონომია? ალბათ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის, იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტებიაც, ილია, TSU-ც, თქვათ, სამედიცინო უნივერსიტეტიც, რომ მაშინ სახელმწიფო უნდა განსაზღვროს, სად რა ისწავლებაა და რა პრობლემაა ამაში. ნუ პირველი პრობლემა ის არის, რომ ჯერ ერთი ეგ დისკუსია თუ არსებობდა, მაშინ კონსტიტუციაში რატომ განსაზღვრეთ? ისევ ხელისუფლებას უნდა დაუბრუნდეთ, რომ რისთვის ჩაწერეს ეს დებულებები, თუ ეგეთი არაფრის მომცემი იყო. მაგრამ თუ ჩაწერილია, სხვანაირად უნდა მოქმედო, მაგრამ თქვათ გაყენებულად, აი ეხლა რო უწერდით კონსტიტუციას, რატომ ჩავწერდით მაგას? იმიტომ ჩავწერდი მე მაგალითად ამ ჩანაწერს, რომ სამინისტროში რო ნახოთ, რამდენი მინისტრი შეიცვალა ბოლო 12 წლის განმავლობაში განათლების, მე მგონი წელიწადნახევარში საშუალოდ იცვლებოდა თითო მინისტრი. შეიძლება ახლა რიცხვი შემეშალა, მაგრამ 5-6 მე მგონი შეიცვალა უპრობლემოდ. მინისტრი თუ გაგისაზღვრავს, შენ თუ განათლების სამინისტროს აკიდე ვალდებულება, რომ განსაზღვროს შენი ფაკულტეტების სტრუქტურა, სტუდენტების აკრედიტაციები, მაშინ გამოდის, რომ ყოველი მინისტრის ცვლილების დროს რისკში ქვეშ დგება, რომ ეს პოლიტიკა სულ მუდმივად გადაისინჯება. ამიტომ არის, რომ შედარებით უფრო ინერციული ინსტიტუტები იქნება უნივერსიტეტების სახით. ამ უნივერსიტეტებში მეტნაკლებად სტაბილური კონტინგენტი არის, სტაბილური ხედვა არსებობს და TSU-ში ხედვა განსხვავდება ილიაში ხედვისგან, სამედიცინო უნივერსიტეტში კიდე სხვა ხედვა აქვს, ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვა ხედვა აქვს და ეს ხედვები მეტნაკლებად შენარჩუნებულია ხოლმე დიდ ხანგრძლივ პერსპექტივაზე. მაგას თუ არ აძლევ უნივერსიტეტს, აი ნახე 12 წელი უნდა ვისწავლო სკოლაში ახლა, ნუ თქვა 11-მდე შემიმცირეს. მე სკოლაში რო ვსწავლობ წესით შეიძლება უკვე დაგეგმილი მქონდეს, რა სად მინდა ვისწავლო, რა პროფესიას დავეუფლო.
მე ესე იგი ეს 10 წელი მეტნაკლებად სტაბილურობა, ну, კაი, ვთქვათ 10 წელია, არ ვიცი და აი ბოლო 5 წელი ხო შეიძლება უკვე ვიცოდე. ხო, აი მინდა ვთქვათ ვიცოდე, სად მივდივარ. ეს 5 წელი, კიდე ეს 4 წელი უნდა ვისწავლო. ანუ გამოდის 9 წლიან პერსპექტივაში მაინც რაღაც სტაბილურობა უნდა მქონდეს შენარჩუნებული, რომ მე რო სკოლაში გადავწყვიტე, რომ მინდა ფიზიკა ვისწავლო, ავირჩიე ფაკულტეტი, ვცდილობ იქ მოვხდე და მე ვცდილობ იქ ვისწავლო, რომ აი ამას განვახორციელებ, იმიტომ რომ 2 წელიწადში მე ვიღაცა შემიცვლის პროგრამებს და მეტყვის რომ იცი რა, ეხლა აი საგანი კი არა მეორე უნდა გაიარო და შენთვის რა პრობლემაა. მეტყვიან, ეგ არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს რომ უბრალოდ შეცვალა ერთი ჩანაწერი ფურცელში, სტუდენტისთვის ეგ ნიშნავს, რომ რამოდენიმე თვე უნდა იმეცადინოს, რამოდენიმე კვირა ღამე უნდა ათიოს და რაღაც დამატებითი გამოცდები ან ჩააბაროს, ან არ ჩააბაროს და საერთოდ ეს გეგმებს და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ ის რომ სამინისტროში და ის რომ ჩვენ ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში კონკრეტულად ვერ იაზრებენ რატომ არის საჭირო უნივერსიტეტების ავტონომია, ეგ იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი მზად არ არის რეფორმის ჩასატარებლად განათლების სფეროში. კი. და მე მაინტერესებს თქვენი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედებს თუ არა იმაზე, რომ სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის საქართველოში აღარ იყოს განათლების მიღება სასურველი კონკრეტულ პროფესიებში, ან რაიმე მიმართულებებში, ან ზოგადად აკადემიური სივრცე აღარ იყოს საინტერესო მათთვის და რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა პროფესორებისთვის და მასწავლებლებისთვის. ეს მე შემიძლია ვთქვა უკვე რა გამოიწვია, მაგალითად 20 წლიანმა აი ამ საპროტესტო აქციებმა და მე იმ პოლიტიკურმა ვითარებამ, რაც შეიცვალა. მაგალითად, რაც საქართველოშია. მაგალითად, ჩემთან სიის მიხედვით დადიოდა ნახევარი რაღაც კურსებზე. აი ვიცოდი, რომ სიაში თუ მაგას 30 კაცი, 15 მაინც სტაბილურად ივლის. ну შეიძლება მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს სტაბილური ბირთვით, რომელიც მეცაინავს. ეხლა ეს შემცირებულია მე-13-მდე. ანუ ადრე ნახევარი იყო, უკვე მე-13 გასაცდენა არის. ну იმათ იმას კი არ ვამბობ, რომ ნიშანს უწერდი. ანუ ისინი ჩაჭრილები იყო. ანუ მე ვხედავ, რომ 2/3 სტუდენტების უკვე мотивация აქვს დაკარგული დაამთავრონ რაღაც კურსები, თქვათ. ანუ საერთოდ გაიარონ და კრედიტები აიღონ. მეორე, რატომ არის ეს გამოწვეული? შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა მაგალითად და მე მგონია ძალიან სამართლიანი ვარაუდია. სტუდენტი ახლა ხედავს, რომ იმისთვის რომ კვალიფიკაცია აიღოს, ჭირდება 4 წელი იმუშაოს, თქვათ მაგისტრის დიპლომი თუ უნდა კიდე 6 წელი უნდა ისწავლოს. გადაიმსახურა სკოლაში სწავლობდა, ხო? და მაგ როგორ თქვა ეს? ამ სხერბლზე ადამიანი მარტო მაშინ მიდის თუ დაუფასდება. ეხლა რასაც ვხედავთ ჩვენს გარშემო ქვეყანაში, ვხედავთ რომ განათლება არსად არ ფასდება. დაწყებული მინისტრიდან პრეზიდენტი დამთავრებული შეიძლება ისე გახდე რომ სულ ვინ არ გეკითხება შენ განათლებას, შეგიფასებენ ხაბიტუს, შეგიფასებენ რამდენი შვილი ყავს, შეგიფასებენ იმას ქართული ოცნების გულმხურვალე ხარდაჭერი ხარ თუ არა და აი პრეზიდენტი რითი დაგომახსოვდა რომ ვიკითხოთ, დედა დაიგინა 3-ჯერ თუ 2-ჯერ პარლამენტში. დედის დაგინება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სოფლად ცხოვრობს თუ ქალაქში ცხოვრობს, სწავლის გარეშე. არ ჭირდება მაგას უნივერსიტეტი. ქუჩის აკადემია კი ჭირდება, მაგრამ უნივერსიტეტი არ ჭირდება. ამიტომ აბსოლუტურად დაკარგულია мотивация უკვე სტუდენტებში რამე ისწავლონ. და ეს კიდე გაუარესდება ამ რეფორმის შედეგად, იმიტომ რომ ეხლა გქონდა მექანიზმი, რომელშიც თუ მოდიხარ და გინდა სწავლო, კიდე შეგიძლია ისწავლო. გვექნება მექანიზმი, რომელშიც სულ რო გულმხრივალი ანთებული მეოცნები იყო, რომელსაც უნდა ისწავლოს. ამ სისტემაში მოხდება რეფორმის შემდეგ და ვერ ისწავლის, ან თუ ისწავლის, დიპლომს აიღებს, რომელიც არ დაუფასდება და რომელსაც ფასი არ ექნება იმ ხალხში, რომელიც ასევე სწავლობდა. ანუ იმდანაც უთანაბრობ ბრძოლაში ერთვება ადამიანი, რომ რა გამოცდილებაც მაგდა. მე ვარ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ფიზიკის ინსტიტუტში. მე ვიყავი ოლიმპიადების ორგანიზებაში ჩართული, სასკოლო ოლიმპიადები ფიზიკაში, სასკოლო ტურნირი ფიზიკაში, ფიზიკის წიგნის გრიფირებაში ვიყავი ჩართული. წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია და მთელი ჩემი გამოცდილება იმას მეუბნება, რომ ეს რეფორმა აი ესე თუ განხორციელდება, ჩვენ განათლება არ გვექნება. ანუ ჩვენ ვილაპარაკებთ, რომ რაღაცას დაუძახებთ განათლებას, მაგრამ ჩვენ საშუალო აფრიკულ დონეზე დაბლა დავეცემით. ამას ცუდად კი არ ვამბობ, ანუ უცხოელი სტუდენტები მყავს ახლა, ნიგერიელი სტუდენტები არიან, რომელსაც საშუალო სასკოლო დონე უკეთესი აქვს ვიდრე ჩვენ. ანუ იმის მაგალითად რომ ეს ავწიოთ სასკოლო დონე, ჩვენ ახლა უნივერსიტეტებს ვანგრევთ და საიდან მოვა მე სკოლაში ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი, ანუ ობახიძის დაწერილი კონცეფციით ნასწავლი იქნება თუ ანუ აი
მე უბრალოდ ყველაზე ძალიან რაც მткუნავს ის რომ საზოგადოებაში არ არის იმის გააზრება რა კატასტროფის წინაშე ვიდგებით და ეს რეფორმა რო გახორციელდეს რა შედეგები იქნება იმიტომ რომ თუ წავიდა ადამიანი რომელიც ახლა კაი პროფესორია წავიდა ამ სფეროდან და დასაკვდა და მაღალანაზღაურებულ ხელფასზე გადავიდა ის უკან აკადემიაში აღარ დაბრუნდება ვეღარ დააბრუნებს და დაგრჩება საბოლოო ჯამში პროფესორები რომლებიც დარჩნენ აქ იმიტომ რომ სხვაგან ვერ წავიდნენ არა იმიტომ რომ აქ თავისუფლება იყო და აკადემიური რაღაც მუზა მოუვიდათ და აი კურსის დაწერა მოუვიდათ არა აი უბრალოდ დაემორჩნენ ამ ბრძანებას დარჩნენ და ესეთი ხალხი ვერ ასწავლის ახალ თაობას ისე როგორც შეეფერება და შესაბამისად ჩვენ უბრალოდ გრევას მივიღებთ და კარდერების გადინებას ისეც როგორიც სამოქალაქო ომის დროს ქონდა მარტო 90-იანებში. მადლობა. მე მაინტერესებს როგორც სტუდენტი, რას ფიქრობ ეს ნებისმიერი რეფორმა იქნება მასთან დაკავშირებული, ამ რეფორმების დაკავშირებული ცვლილებები თუ ასე შემდეგ, რამდენად ზღუდავს სტუდენტებისთვის გამოხატვას ან აფერხებს საუნივერსიტეტო პროცესებს სწავლებას და ყველაფერს რაც ამ აკადემიურ სფეროსთან არის დაკავშირებული. სტუდენტის თვალით როგორ ხედავ? ყველანაირად ზღუდავს, საერთოდ ყველა პერსპექტივით. პირველ რიგში დავეთანხმებ იმ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაღაცა უთხგვერდიანი დოკუმენტი იმდენად ბუნდოვანია, რომ ზოგადად ესეთი წარმოდგენა მოგვიყვება ჩემ თავში, რომ რასაც ფიქრობ რა პოტენციურ საფრთხეებსაც ელი, ეგ უნდა გამრავლო ალბათ 3-ჯერ ან 4-ჯერ, რომ წარმოიდგინო ზოგადად რას შეიძლება ნიშნავდეს ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეული ვართ ეგეთ პრაქტიკას, რომ რაღაცა კანონს თუ რეფორმას აინიცირებენ, მერე გამოდის ისე, რომ საერთოდ სხვა კანონის, სხვა რეფორმა, სხვა ჩანაწერებით მოდის ძალაში და ზოგადად იმ ადამიანებისგან რომლებიც ამდენად არაკომპეტენტურები არიან განათლების სფეროში და ვიცით რომ ძირითადად მოდიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები განათლების მინისტრიც იქედან არის წამოსული გარდა მაგისა კვებახიძე რომელსაც აქვს ლექტორობის გამოცდილება და ზოგადად როგორც ხდება ხოლმე მაგის კურსებს არავინ არ ირჩევს და თუ ვინმე ირჩევს და წინააღმდეგობას უწევს ის ხალხი ან დაჭერილი ყავს ან ნაცემი ყავს შეყავს ხოლმე ტიტუშკები საკუთარ აუდიტორიაში იმისთვის რომ აუდიტორია შეავსოს ზოგადად ლექტორად და განათლების სისტემის რაღაცა გულშემატკივრად საერთოდ შეუძლებელი რომ წარმოვიდგინოთ. აიტომ ამ ადამიანებისგან ჩვენ ვერით ზოგადად ყველაფერს. ასევე არ შემიძლია არ ვახსენო მარიამ ლაშხი, რომელიც ასევე ხელმომწერია ამ რეფორმის, რომელმაც 2 სტუდენტი გოგონა დააჭერინა ბოლო პერიოდში, მაგით არის ცნობილი და ვერ ვივარავდებთ იმას, რომ რეალურად ზრუნავენ ჩვენი განათლების სისტემაზე, რეალურად უნდათ რომ რამე გაუმჯობესო. დავიწყოთ თავიდან, შევეხოთ იმ საკითხს, რომ ნამდვილად გვაქვს გარკვეული პრობლემები, ამას არავინ არ უარყოფს, თუმცა პრობლემას მე ძირითადად იმაში ვხედავ, რომ დღემდე თუნდაც სასკოლო საფეხურზე და საუნივერსიტეტო საფეხურზე კონკრეტულ უნივერსიტეტებში, არ როგორც ყოფა ამ შემთხვევაში ლიონს, არიან სისტემასთან ლოიალური პედაგოგები და თუ რამე შეიძლება იყოს პრობლემა, პირველ რიგში ეს არის, თუმცა ეს ხალხი ცდილობს, რომ საერთოდ სხვა რამისკენ გადაიტანოს რაკურსი და სხვა პრობლემებზე ილაპარაკოს, რაც შეიძლება რომ ასევე პრობლემა იყოს, თუმცა როგორ გადაჭრიან ეს ადამიანები მეორე საკითხია. საინტერესო კონცეფცია აქვს ერთ ქალაქთან და ერთ ფაკულტეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მგონია ყველაზე მეტად ეხება სტუდენტებს და საერთოდ არაფერს არ ამბობ აბიტურიენტებზე, რომლებსაც არანაირი კონკურენციის გზით არ მოუწევთ არჩევანის გაკეთება უნივერსიტეტებს შორის. ჩვენ გვეუბნებიან, ვიც უკვე ჩარიცხულები ვართ და ვსწავლობთ კონკრეტულ პროგრამებზე, რომ გარდამავალი პერიოდი გვექნება და დაგვამთავრებინებენ თითქოს იმას, რაც ასევე გაწერილი არ არის და კვებახიძეს უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ დაგვამთავრებინებენ იმ პროგრამას, რაზეც ვართ, მაგრამ რაღაც რო წარმოვიდგინოთ თეორიული მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს მაინორი პროფესიაც და გვაქვს მეორე კურსიდან ამ მაინორი პროფესიის არჩევის საშუალება და გვაქვს რაღაცა ინტერდისციპლინური სწავლების მოდელი, ხო? ამ შემთხვევაში ჩემი როგორც სტუდენტის უფლება სად იკარგება? გარდა ამისა, თავისუფალი კრედიტებით, თავისუფალი კომპონენტით გავდივართ ამ თუ იმ პროგრამებს. მე მაქვს ამჟამად, რა ვიცი, 600 კურსის ჩამონათვალი, რაც შემიძლია, რომ ჩემი პროგრამის მიღმაც გავიარო და ვისწავლო, მაგრამ ცხადია, რომ ეს შესაძლებლობა არ მექნება მომავალში. გარდა ამისა, პირდაპირ თქმა იმისა, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ჩაერევიან საკადრო პოლიტიკაში, არის იმის დაანონსება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ გემოვნებაში ვერ ჩაჯდებიან, არ იქნებიან მანდა მაინც ლოიალურები და რაღაც ტიპის კრიტიკა იქნებათ მათ მიმართ, უბრალოდ დატოვებენ უნივერსიტეტს და აი ესეც არის რაღაცა ფოკუს ჯგუფიც კი დაგვისახელა, რომ ახალგაზრდა მოწვეული ლექტორები, რომლებიც ალბათ ყველაზე მეტად მოსდით თვალში. გარდა ამისა, 3+1 ფორმატიც არ ვიცი რამდენად იქნება მისაღები სხვა ევროპული უნივერსიტეტებისთვის და ზოგადად ერთწლიანი მაგისტრატურის
ფარგლებში როგორი კვლევითი კომპონენტი უნდა ჩაატიონ, ცოტა არ მესმის. კვლევით კომპონენტს რაც შეეხება ზოგადად მკვლევარებს ანიჭერენ ძლივს გამოვიდა ნინო დათაშვილი რამდენი ხანია უკვე პატიმრობაში გაატარა, თუმცა ისიც გირაოთი არის და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა. ვიცით რომ ბოლო 2 დღეში დაკითხვაზე დადიან მკვლევარები მარტო იმის გამო რომ კონკრეტული კვლევა ჩაატარეს კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით და შემდეგ ამაზე ინტერვიუ ჩაწერეს. და დარწმუნებული ვართ რომ ჩვენც იგივე ბედი გველის გარდა ამისა სტუდენტებს ყველაზე მეტად რაც შეიძლება შეეხოთ ასევე არის ის რომ შრომით ბაზარს უნდა დაუქვემდებარონ თითქოს და ეს განათლების სისტემა რაც ცოტა აბსურდია იმიტომ რომ ჯერ ხო ისედაც არ გვაქვს კონკურენტული შრომითი ბაზარი და მერეც გვეუბნებიან რომ ამ პრობლემას იმ გზით გადაჭრიან რომ უბრალოდ რაღაც ფაკულტეტებს ან გაუქმებენ ან რაოდენობრივად შეზღუდავენ ან არ ვიცი კიდე რა შეიძლება მოუვიდეთ თავში. ხო, მე მაინტერესებს კიდევ რას ფიქრობენ სხვა სტუდენტები, როგორც ვიცი, ხშირი კომუნიკაცია და კონტაქტი გაქვს და როგორია მათი შეხედულებები, უჭერენ მხარს რეფორმას, არ უჭერენ, აპროტესტებენ, თუ მაგალითად ზოგს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. ამაზე ცოტა რთული იქნება მსჯელობა. ვისთანაც მაქვს ყველაზე ხშირი კონტაქტი და ვინც ვართ ესე ერთ ჯგუფად შეკრულები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისედაც ყოველდღე დგანან რუსთაველზე და ცხადია, რომ ეს არ არის ჩვენი ერთადერთი ფოკუსი და ამასაც წინააღმდეგობით დავხდებით. თუმცა, რომ არ მოგატყუოთ და არ გამომივიდეს რათა მაყურებლის შეცდომაში შეყვანა, ეს არ არის ფართო ჯგუფი. სამწუხაროდ ძალიან ბევრი სტუდენტია, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის ამ რეფორმის შესახებ საერთოდ არაფერი. არიან სტუდენტები, რომლებმაც იციან, ძალიან კარგად იაზრებენ ამის საფრთხეებს, მაგრამ უკვე იმ რეჟიმში არიან ჩამჯდარები, რომ ამ ავტოკრატიულ პირობებში საერთოდ არაფერს აზრი არ აქვს და როცა ყველაფერზე შეიძლება დაგიჭირონ და მართლა არაერთი სტუდენტი ყავს ახლა ციხეში, თუნდაც ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის წესით დაკავებული, ცოტა ნიჰილიზმში არიან იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა საერთოდ წინააღმდეგობის გაწევა და გამოიღებს თუ არა ეს წინააღმდეგობა შედეგებს. თუმცა მე მაინც ვჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა იმ ასაკში არიან, რომელსაც არასდროს არ უთხოვრიათ ამგვარ შემზღუდავ გარემოში საბოლოოდ იპოვიან ძალას იმისთვის რომ გამოჩნდნენ, გაერთიანდნენ და მგონია რომ კიდევ მეტი წინააღმდეგობა დახვდება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მომავალში და ამაზე მეტყველებს რათა წინარე რამდენიმე ფაქტით, მაგალითად ჯერ კიდევ არავის დავიწყებია ცენზურის კანონი, რომელიც ასევე საუნივერსიტეტო სივრცეს ეხება. ქონდა მაგალითად ილიონის აკრედიტაციის საკითხი, რომელზეც ასევე გაერთიანდნენ სტუდენტები და მანდ ეს განწყობები ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი იყო და მჯერა რომ როგორც კი ეს ეგრეთ წოდებული კონცეფცია რაღაც სახეს შეიძენს და ამაზე საუბარი უფრო გაძლიერდება სტუდენტური განწყობებით და სტუდენტური პროტესტით. ხო და როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი, რა ნაბიჯებს დგავთ იმისთვის, რომ ან რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არ დაიშალოს საუნივერსიტეტო კულტურა? პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნე, საჭიროა წინააღმდეგობა და ჩავთვალეთ, რომ ყველაზე საჭირო იქნებოდა მყისიერი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ამ რეფორმას არ შევეგუებით და უკვე გვქონდა, რაცა განათლების სამინისტროსთან აქცია ამასთან დაკავშირებით, ბრიფინგით თუ ცალკე ვიდეოებით თუ ყველაფრით ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. თუმცა ამასთანავე ვცდილობთ, რომ სხვა სტუდენტებს, რომლებიც აქამდე არ ყოფილან წინააღმდეგობაში ჩართულები, ველაპარაკოთ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ზუსტად ეს საინფორმაციო კამპანიის ნაწილია. თუმცა ესეც ძალიან რთულია ამ შექმნილი ბუნდოვანებიდან გამომდინარე. მაგრამ პირველი რაც ჩვენ მოგვეთხოვება არის ის რომ დავიწყოთ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი ყინული ამასთან დაკავშირებით უკვე დაძრულია, გარკვეული განწყობებიც უკვე არის შექმნილი და მომავალში რა ტიპის წინააღმდეგობაც იქნება საჭირო, იმასაც ვფიქრობ, რომ ყველა თანახმაა. და ანუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თუნდაც განხილვის პროცესები, თუნდაც დაგეგმის, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა, როგორც სტუდენტის აზრი მაინტერესებს, ასევე პროფესორის აზრი. რა თქმა უნდა, სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ამ განათლების საკითხებში ჩართული, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნეთ, ამ რეფორმის შემმუშავებლები და ხელმომწერები საერთოდ არ არიან ამ თვალსაზრისით აქტიურები და ჩვენ ესეთ საინტერესო შემთხვევაც გვქონდა, რომ აქტიურმა სტუდენტებმა დაწერეს განათლების სამინისტროში განცხადება, სადაც ოფიციალური წერილით მოვიწვიეთ გივი მიქანაძე, განათლების მინისტრი, რომლის შესახებაც ზოგადად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის და მადამაი ცნობილი კაცი არ არის, მაგრამ იმ მცირე ჯგუფთანაც, რომელსაც ჰქონდა სტუდენტებს, რომელსაც ჰქონდა შეხვედრის სურვილი და ამ რეფორმის განხილვის სურვილი, ეს კაცი არ მოვიდა, არ გამოცხადდა და აი მცირე ჯგუფის ასაც კი არ ითვალისწინებს და ვარაუდობთ, რომ პასუხიც კი არ აქვს გასაცემი.
წერილზე ანუ რაღაც მოგივიდათ რეგისტრაციის ნომერი, რომ წერილი გააგზავნეთ თუ როგორ გააგზავნეთ? წერილი დატოვეს ოფიციალურად და იმის განცხადების სახით შევიდა. და ისიც გაქვთ თვითარი, რომ ჩაბარებულია წერილი, ხო? კი. ყველაფერი გვაქვს. პასუხი არ არის. პასუხი არ არის. ივენთიც კი დავდეთ. ხალხი მოვიწვიეთ იმაზე, რომ აი იმ კონკრეტულ დროს ველოდებოდით მინისტრს, მაგრამ მინისტრის გარდა ყველა მოვიდა სამწუხაროდ. შეიძლება თუ არა, რომ მაგალითად განათლების რეფორმა იყოს პროგრესული, იმ შემთხვევაში თუ ის არ ეფუძნება უნივერსიტეტიდან წამოსულ ანუ საჭიროებებს, შეფასებებს, მოთხოვნებს. მე აქ არ ვიცი აქცენტს და სხვანაირად დავსვავდი თუ მე უნდა უპასუხოთ რომ ორივე, ანუ შეგიძლიათ. წინა შეკითხვასაც წინა შეკითხვა გავსი იყო შეიძლება გამდო რა ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში? ვინ უნდა იყოს ჩართული, ხო? ანუ როდესაც რეფორმაზე მიდის ლაპარაკი, ხო? ანუ ეგეც. მე ორივეს ვიტყოდი, ანუ ორივე შეკითხვას გავერთიანებდი და ისე გავცემდი პასუხს. მე ვიტყოდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან წამოვიდა პრობლემა თუ პრობლემა სწორად დაინახე. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რა ვიცი, მინისტრმა თუ სწორად დაინახა რაღაცა, ან უბრალოდ, რა ვიცი, ქუჩაში გამლელმა დაინახა სწორად. ანუ ეგ არ შეცვლის არს, რომ პრობლემა არსებობს. ეხლა სხვა საკითხია, მე როგორ რეაგირებ და აი ცნობილი ანეკდოტი რო არის ადამიანზე, რომელსაც ქუჩაზე ქალი გადაყავდა, რომელსაც გადასვლა ქუჩაზე არ უნდოდა. ანუ ესეთი პრობლემები არ უნდა მოაგვარო, რომლის მოგვარებას არავინ გთხოვს. ან მით უმეტეს გეუბნებიან, რომ გაანებე თავი, იმიტომ რომ აი ძლივს რაღაც მუშაობს. მე რაც არ მომწონს ის, რომ აი მე საერთოდ მომხრევ არ ესეთი დემოკრატიის ფართო გაგებით. იმ გაგებით კი არა, რომ უბრალოდ ვირჩევ ვიღაცას და ის მერე ჩემს მაგებად გადაწყვეტილებას იღებს. მე ვირჩევ დელეგატს, რომელსაც მინდა რომ განახორციელოს ჩემი იდეები. აი მაგალითად, მე არ ვთვლი, რომ მერს უნდა კონდეს უფლება გადაარქვას ქუჩას სახელი. ან საკრებულოს, ანუ ქუჩის სახელი უნდა გადაწყვიტოს იქ იმ ქუჩაზე ცხოვრება ადამიანებმა. ანუ შენ შეიძლება შეიტანო, რომ აი გინდათ ესე გადავარქვათ, მაგრამ მე ამ ქუჩაზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს უნდათ ეს სახელი ატარონ ამ ქუჩაზე, რა ვიცი, მე ვიღვიძებ აქ და მე ვიძინებ და მე მოვდივარ და ჩემთან სტუმარი მოდის. მინდა ეს თუ არ მინდა, მე უნდა გადავწყვიტო და არა ვიღაცამ იქ ზემოთ. და იგივე ეხება განათლებასაც. ეხლა მე ვთვლი, რომ მშობლები ხომ უნდა იყვნენ ჩართულები აუცილებლად თუ სასკოლოზე არის ლაპარაკი. მოსწავლეებსაც უნდა ვკითხო, რამდენად მოსწავლთ იმ სკოლაში სიარული. შეიძლება ძალიან ეფექტურია და ძალიან კარგია, რა კარგ შედეგებს იღებს, მაგრამ ისეთ სტრესში ატარებს ამ მოსწავლეებს, რომ ეზიძღებათ და ერთი სული ავით და ყოველდღე ლოცულობენ იმაზე, რომ სკოლა დაიწვას. როგორ შეიძლება დავიწყო ეს? მანამ სანამ მკითხავ, რომ აი მე 11 კლასზე რო შეგიმცირო შენ მასწავლებელს, შენ შეძლებ უკეთესად ასწავლო თუ ის 12 კლასი გჭირდებოდა ის მე-12 მართლა არ გჭირდება თუ არა? თან ისე კი არა რომ უბრალოდ ვკითხო 1-2 მეგობარს რომელიც თავს დამიკრავს. ანუ ვკითხო, კი არა და გამოკითხვა ჩავატარო კვლევა, ჩავატარო, გავესაუბრო, ფორუმი მოვიწვიო, მშობლებთან გავისაუბრო, მე ერთად ყველა შევაკავშირო რაღაცნაირად და აი თუ იქიდან წამოვა ის ტალღა რომ კი კარგი იქნება, მაშინ დავიწყებ ხო ამ პრობლემას მოგვიგوارებ და ეხლა მე დღეს ავდექი დამესიზმრა რომ რეფორმა უნდა ჩავატარო და ამიტომ ყველანი თქვენ დამემორჩილებით ეს მე მგონი აი მონარქიაში შეიძლება ხდებოდეს და ვენესუელაში იყო კიდე მადურო როცა მოდიოდა იმას ჰქონდა ხოლმე სიზმრები და მე მას ესიზრებოდა რომ აი მას თუთიყუშის სახით გამოეცხადა წინა პრეზიდენტი და მან რაღაცა უთხრა შეგონა თუ გვინდა აი ამ ტიპის ქვეყანად გადავიქცეთ სადაც ვიღაცის აი ესეთი რავი ხუშტური გამოძრავებს მე არ მინდა და ამიტომ ეწინააღმდეგები ამ რეფორმას მე მინდა ვიცოდეს სად მივდივარ რატომ მივდივარ და ის მინდა რომ მეგზურს ანუ მთავრობას ამ შემთხვევაში აინტერესებდეს რომ მე საერთოდ მინდა იქ წასვლა სადაც ის მიმართრებს მე მაგალითად არ მინდა იმ საქართველოში რომელშიც ახლა ქართული ოცნება ცდილობს შეგვეთრიოს ყველანი ერთად რა არის მექანიზმი ან თუ შეიძლება რომ არსებობს რამე მექანიზმი რაც მოსალოდნელ საფრთხეებს ანუ თავიდან აარიდებს უნივერსიტეტს ხო ანუ ეგ საერთოდ შეკითხვა ნახეთ წესით ჩვენ გვაქვს ეს მექანიზმი არჩევნები ანუ წესით ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ ეს მექანიზმი ზოგადად არ მომწონს იმიტომ რომ რაღაცნაირად იმას გავს რომ 4 წლით ვირჩევ ადამიანს და მე ერთ-ერთი გზა არ დავეთანხმო არის 4 წლის შემდეგ რავი აი სინჯეთ ვინმე რემონტი გააკეთოთ სახში ისე რომ თქვენ მუშას უთხრათ რომ აი ეხლა მოვილაპარაკეთ 4 წელიწადში შევამოწმებ რა გააკეთე ოღონდ ფულს გიხდი
ოსტედაში რომ მიხვალთ იმ სახში არაფერი ადეკვატური არ დაგხვდებათ და ჩვენ რატომაც თავრობის გამოდებით რაღაც სხვა იმას, მაგრამ თქვათ ეს დავივიწყოთ. რომ აი თქვათ კარგად მუშაობს ეს სისტემა. მე მაქვს როგორც მოქალაქეს უფლება გავაპროტესტო. რას ნიშნავს ეგ? ეგ ნიშნავს რომ მე მივედი მთავრობასთან და ვუთხარი, ეგ არ მუშაობს ასე საკეთებ, არ მინდა ამის კეთება, არ რაღაც სისულელეს აკეთებ. მე წინააღმდეგი ვარ. ის არ მისმენს. მე მეულს ამბობ რომ ოკეი, მე უფრო ხმამაღლა გავაპროტესტებ. ანუ გავდივარ ქუჩაში. აი დამინახე. ეხლა მაინც დამინახე, ეხლა დამელაპარაკე. მე გამოვდივარ ქუჩაში ყოველდღე სისტემატურად. ანუ გიწევს ჩემი დაშლა წყლის ჭავლით, იმიტომ რომ გეშინია რომ ეს ხელისუფლებას უქმნის საფრთხეს. ანუ პროტესტის მექანიზმი იმისთვის კი არ არის ჩადებული, რომ მე აქ ვიპროტესტო და შენ გააგზელო შენი საქმე. პროტესტი იმისთვის არის ჩადებული ეგ მექანიზმი, რომ მე შენ შეგაგნებინო, იმიტომ რომ მე თუ პროტესტით გამოვედი, ეს ნიშნავს უკვე რომ მთავრობა შეუგნებელია. მთავრობა შეგნებული რო ყოფილიყო ადეკვატურად რომ ესაუბრებოდეს ჩემს სურვილებს და შიშებს ადეკვატურად რო იაზრებდეს, მე არ მომიწევდა პროტესტის გამოხატვა და ამიტომ ამის შემდეგ უკვე შემდეგი ნაბიჯი მე არ მესმის ყველა ლოგიკით. როდესაც მთავრობა ჩაახშობს სამშვიდობიან პროტესტს, პროტესტი არც არ წავა, უბრალოდ წავა უფრო რადიკალურ ფორმებში. ანუ როდესაც მთავრობა მოგვუდავს ყველანაირ გასვლას გარეთ, აღმოჩნდება ის, რომ გავლენ გარეთ მხოლოდ ისეთი ხალხი, აი მაგალითად ელისაშვილმა რაც გააკეთა, რასაც აბრალებენ ყოველ შემთხვევაში, არ ვიცით გააკეთა თუ არა, რა სიჯდა დაწვას და სასამართლო შენობა. ეს შედეგია იმის, რომ პროტესტი კარგავს, მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ მშვიდობიანად თუ გამოხვალ, არაფერი აზრი არ აქვს. ან სახში იჯექი, ან აზრი არ აქვს გასვლას. გამოვა აქედან პირდაპირი გამომდინარეობაა, რომ ათი მარტო რადიკალური პროტესტი დარჩება საქართველოში და ეს როგორ არ ესმის, ან რატომ აკეთებს ამას ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაშია, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ნუ კიდე ის ცალკე ლაშხის кейსი, ანუ ადამიანი, რომელიც სერიოზულად ლაპარაკობს მასონებზე ინტერვიუში და ამას განიხილავს როგორც არგუმენტს, რატომ მოიქცა ასე, ხო, რავი, ანუ არის ხალხი, რომელსაც ჯერა რომ დედამიწა ბრტყელია, არის ხალხი, რომელიც ვერ იშლის ლეღვის ნახარში წასმას ყოველ ზაფხულს. ანუ არის ეგეთი ხალხი, მაგრამ ეგეთი ხალხი პარლამენტში არ უნდა იყოს. ანუ სპორტსმენი, რომელიც ჭიდაობს, კარგი მოჭიდავეა, მაგრამ რა კავშირია, რა იცის მაგან სამთო ინჟინერს, რა საჭიროებები აქვს სამთო ტუნელის გაყვანის დროს. აი უბრალოდ ვინმე ამიხსნას და როგორ შეადგენს ის ადეკვატურად. აი ხელს რო იწევს ეს ადამიანი, თქვა, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები, რომელიც არიან პარლამენტში, ხელს რო იწევენ, ან კანონს კის და არას რო ეუბნებიან. სირცხვილით არ იწვიან მაინც იმის გამო, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა მოყვება იმას. ანუ მაგის გათვლის უნარი არ აქვს და ის რომ ამ ხალხმა აიღო პასუხისგებლობა იმაზე, რაც საერთოდ არ ესმის, ეს მე ვთვლი დანაშაულია, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდებათ და აუცილებლად მოვა დრო და მოსთხოვენ პასუხს იმ ადამიანებს, ვინც გაუაზრებლად იღებდა კანონებს, შედეგის გაუაზრებლად, აი ამ ადამიანებს აუცილებლად მოეთხოვება. და მაინტერესებს ორივე საზრი, როგორც ლექტორის, ასევე სტუდენტის, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, სად გადის კომპრომისი განათლების სისტემის მოდერნიზაციაზე, რაღაცა რეფორმების შემოტანაზე და უნივერსიტეტის თვითმყოფადობის შენარჩუნებას შორის? ანუ რომ მოხდეს მაგალითად ისე, რომ რაღაც რეფორმები მაინც შეიტანონ განათლების სამინისტრომ, ისე რომ რაღაცა არ ჩამოიშალოს ეს საუნივერსიტეტო რაღაც წყობა. ჩემი აზრით, ეგ კომპრომისი არის მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიურობა, იმიტომ რომ ის რაც თქვი პრობლემად და რაც მინდა რომ გავაუმჯობესო, უნდა გავაუმჯობესო მე, როგორც წერანარი ნიშნა და არა რაღაცა ზევიდან კარნახიც და ზოგადად ზემოდან ქვემოთ პროცესები არასდროს არ ყოფილა წარმატებული. ჩემი აზრით, ართანამშრომლობის პოლიტიკა არის ერთადერთი რამაც შეიძლება ახლა გუშველოს და ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით იმ მსჯელობაში, რომ პროტესტი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ფორმით იქნება და ზოგადად მშვიდობიანი პროტესტი აქამდე შედეგი არ ქონია. ხო, მაგრამ მე მინდა ვთქვა რამდენიმე მაგალითი მშვიდობიანი პროტესტის, რომელმაც რეალურად რაღაცა ტიპის შედეგი გამოვა. თუნდაც ის, რომ უკან დაახევები სადღაც მოუწიათ, ეგ არის მაგის მაგალითი. მაგალითად ის, რომ ეს სახის დაფარვის კანონი არ ყოფილა გუშინ დაინიცირებული, ხო? სახის დაფარვის კანონი არის ძალიან დიდი ხანია, არის აკრძალული, მაგრამ ეს ადამიანები ამას არ ემორჩილებოდნენ და მოუწიათ იმ რაღაც ჩანაწერის ჩამატება, რომ უნდა დავჭიროთ და ჯარიმას აღარ იქონდევა.
იგივე იყო გზის გადასვლის კანონი და პატიმრობის მერეც გზაზე გადავდიოდით. იგივე იყო ჩვენი აკრედიტაციის საკითხი, იმიტომ რომ რაღაც ტიპის წინააღმდეგობა რო დახვდათ, მგონია რომ ეგ შეჩერდა. გარდა მაგისა სტუდენტურ მაგალითებზეც რო ვილაპარაკოთ, ქონია უნივერსიტეტში ეგ შემთხვევა, რომ თეატრალური სტუდენტებს შეუჩერეს სტუდენტური სტატუსი მარტო იმიტომ, რომ ისინი ფოიეში ღამეს ათევდნენ და იქ აპროტესტებდნენ და იქედან აწვდიდნენ ხმას სხვა დანარჩენ სტუდენტებს. და მათაც აღუდგინეს ეს სტატუსი და მგონია რომ ესეთი გეგმაზომიერი ნაბიჯებით, რაც იქნება კიდევ ერთხელ გაუტეხელობა და წინააღმდეგობის მაგალითი, რაღაც ტიპის აზრი მაინც აქვს და მით უმეტეს თუ ვაჩვენებთ ძალას და თუ ვაჩვენებთ რაოდენობას, მგონია რომ ამასაც მივახცევთ. მშვიდობიან პროტესტში აჩვენოთ ძალა, ცოტა ისეთი არა, ხო. ძალიან მე მშვიდობიან, არ მithქვავს რომ მაგრამ პროტესტს აზრი არ აქვს. მე უბრალოდ თქვი რომ თუ მოგუდავენ თქვა ამ პროტესტს. მე იმაში გეთანხმები რომ პროტესტი უნდა გამოხატო, არ თანამშრომლობა შეგიძლია თქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს დაიყვანება იმაზე, შენ მზად ხარ თუ არა, რაღაც ხერხი გაიღო შენი იდეებისთვის. თუ აღმოჩნდება რომ საზოგადოებაში არ არის მზად არავინ ამ ხერხის გასაღებად, ხო? ან მარტო მიზერი არის, მაშინ არავითარ შედეგი არ იქნება, უბრალოდ მივიღებთ იმას, რომ სისტემა დაინგრევა. სინამდვილეში უნივერსიტეტები რო გამოსულიყვნენ, ყველა ერთიანი ფრონტით დაეთქვათ, რომ იცი რა, თუ ეგრე გინდა, აწი ხვალიდან შენ თვითონ ასწავლე ამ უნივერსიტეტში და სინქრონულად რო გაფიცულიყო ყველა უნივერსიტეტი. ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი გზავნილი, ხო? მაგრამ ესეთი რამ არ მოხდა სამწუხაროდ საქართველოში და ჩვენ ხედავთ რომ ესეთი რამ არ ხდება. ლექტორების ნაწილი არის მდუმარე ნაწილი, სტუდენტები უყურებენ ლექტორებს, ლექტორები უყურებენ სტუდენტებს და ეს რაღაც ჩაკეტილ წრეში ვართ და ზოგი აპროტესტებს, ზოგი თან ხვდება. ამიტომ საითკენ წავა ეს არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ჩემთვის შემიძლია ვთქვა რომ მე ჩემი პროფესიული გამოცდილება მეუბნება რომ ამ რეფორმას არ უნდა დავემორჩილო. მე არ მინდა ვიყო აკადემიაში, რომელიც დაემსგავსება სამინისტროს რაღაც დეპარტამენტს. მე ეგეთი ცხოვრება ჩემთვის არ მინდა და მე ამას ვარჩევ აქ არ დავჩე. სხვა დანარჩენი როგორ გადაწყვეტს? ეს მისი საქმეა, მაგრამ თუ ბევრი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ეს გამოიღებს შინაარს, მაგრამ თუ არ ვიქნებით, მაშინ უბრალოდ ჩაკვდება ეს პროტესტი და ამ გაგებით ვიგულისხმენ, რომ თუ მთავრობა იმდენს მოახერხებს ვიღაცას მოგთამავს, მოატყუებს, მოთაფლავს და ჩაახშობს მშვიდობიან პროტესტს, აი მაგ შემთხვევაში ერთადერთი რაც იქნება, იხეთქებს რადიკალური პროტესტი, რომელიც უკვე წალეკავს ცალ-ქვეყანას. მე საერთოდ მინდა უთხრა სტუდენტებსაც და ყველას, ვინც ამას მოისმენს, უნივერსიტეტში ვერ იქნება სხვა ხალხი, გარდა იმისა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. აი როგორც საქართველოში გვაქვს ერთიანობა და აი ესეთი რაღაც ერთიანი იდეებისთვის ზათვად ვეკვეთოთ რაღაც მტერს, ხო? აი ზუსტად იგივე ხდება უნივერსიტეტებში. ამიტომ არის ვიღაცა, ვინც აპროტესტებს, ერთიანი პოზიცია არა გვაქვს, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი აზრები, არის ხალხი, რომელიც ენთუზიაზმით არის ანთეული და ან პროტესტი იმდენად მძაფრად აქვს, რომ რაღაცის კეთებისკენ უკვე დგავს ნაბიჯებს, მაგრამ ეს ერთიანობას მე ვერ ვიტყოდი, სამწუხაროდ ვერაფრით ვერ გაგახარებდით. რაც შემიძლია ვთქვა ის, რომ ზუსტი პასუხი მთელ საზოგადოებას არ აქვს და არ ჩვენ არ აქვს აკადემიაში, როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფოს, რომელიც აღარ ეხმაურება შენს ინტერესებს. ანუ ჩემ ძირეულ მორალურ პრინციპებს აღარ პასუხობს ქართული ოცნება და საქართველო. იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ ქრთამი არის ოკეი. მე არ ვთვლი, რომ 600 მილიონი თუ მოიპარე, ეს ოკეი არის და მე არ ვთვლი, რომ თუ ადამიანი ხარ, რომელიც ამ ადამიანზე კონკრეტულად ეღარიბაშვილზე ამბობდი, რომ ეს არის კარგი ადამიანი და კარგი პროფესიონალი და მე გაიპარო 600 მილიონი მოიპარა და ან გაათეთა და ედავები მაგას. მე არ ვთვლი, რომ შენ უფლება გაქვს დარჩე პოლიტიკაში, ბოდიში არ მოიხედო და არ წახვიდე სიწყვილისთან. ანუ მე არ საერთოდ ვერ ხვდები ახლა რა ტიპის საქართველოში ვცხოვრობ. ანუ ისეთი რაღაცეები არის მოსული და ბოდიში გაპაფსებული საქართველოში, რაც ჩემთვის მორალურად მიუღებელი იყო მთელი ცხოვრება და ვიცი ჩემ ბაბუისთვის და მშობლებისთვისაც მიუღებელი იყო. ამიტომ მე ძალიან პესიმისტურად ვარ ზოგადად განწყობილი ერთ-ერთი ჩემი რაღაც პროტესტი მოძრავებს ისევ ალბათ ეს რაღაც ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, რომ თუ ვთვლი რომ რაღაცას უნდა გაკეთდეს, ის უნდა გავაკეთო იმის მიუხედავად, რა შედეგი მოყვება ამას. სტუდენტების მხრიდან ძალიან გვაინტერესებს
სიამდვილეში აი ეს კომუნიკაცია დაკარგულია ჩვენ შორის, რაღაცა ლექტორებს და სტუდენტებს შორის. ამიტომ მქონდა ეგეთი იდეა, არ ვიცი რამდენი საპოდკასტი არის ეგ, შეიძლება ამოსაჭრელია. სადისკუსიო კლუბების დაარსება გვინდოდა. სტუდენტური სადისკუსიო კლუბის, რომელშიც შეგვიძლია შევიდეთ თქვათ ლექტორები, როგორც მოდერატორები, აი თქვათ უბრალოდ რომ ადამიანი იყოს სულიერი იყოს კლასში და თქვათ სტუდენტები რომ მოდელი იყოს რაღაც ცივცე უნივერსიტეტში, რომ სტუდენტი მოდის და შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და ჩვენც უკეთესად რომ დავიწყოთ იმის გაგება რა უნდა სტუდენტს, იმიტომ რომ რაღაც გაგებით ეს მარტო ქართულად ცნება სხვა არ ეხება, ანუ ყველას გვაქვს ეს ჭია დარჩენილი საბჭოთა კავშირიდან, რომ ეს ავტორიტარიზმისგან და მე უკეთ ვიცი სტუდენტს რა უნდა, იმანჯერ არ იცის, აი ეს უნდა მოვიშალოთ ალბათ და უფრო დავიწყოთ მოსმენა რა უნდა სტუდენტმა დაიწყოს მოსმენა რა გვინდა ჩვენ და მივხვდეთ რომ რაღაც საერთო თუ გვაქვს ეს თანაკვეთის წერტილები ან თანაკვეთის უბნები რომლებიც გაგვაერთიანებს ერთი იდეის მიღმა ხო ეს იქნება ძალიან კარგი და მეტი არც არის საჭირო არ არის საჭირო სინქრონულად მივდიოდეთ რაღაც მიმართულებით ანუ მოწესრიგებული მოძრაობაც საკმარისი არის რომ ერთი ცოტა მარჯვნივ ცოტა მარცხნივ მაგრამ აი ჯამში მივდივართ არა ჩრდილოეთისკენ არამედ ცოტა დასავლეთისკენ ძალიან გამიხარდა მაგ სურვილის მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენც გვიფიქრია მაგაზე და დავარეგისტრირეთ კლუბის სიამდვილეში, რომელიც ზუსტად მაგ მიზანს ემსახურება იმ საკითხებზე, რომელიც სტუდენტებს ეს ძალიან ადარდებთ ხოლმე. და ზუსტად ეგ ფორმატი გვინდა შევმუშაოთ, რომ ლექტორებთან რაღაცა კავშირი აღვადგინოთ, გვაქვს, მაგრამ გავაუმჯობესოთ რაღაცებში და ერთიან საკითხებზე შევთანხმდეთ ხოლმე. იმიტომ რომ მქონია არაერთი შეხვედრა ამ ფორმატში, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ სისტემატური ხასიათი მივცეთ. და ეგ რაღაცა ხიჩატეხილობა არ გქონდეს, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც მგონია რომ მოგვიტევს ეგ კომპრომისი, რომ ყველა ერთად დავდგებით, ყველა ერთად გავერთიანდებით და ეს პასუხი უნდა იყოს რაღაცა ძალიან მყისიერი და რაოდენობრივად მნიშვნელოვანი. ანგარიში გასაწევი ძალა უნდა იყოს მინიმუმ. ну, ეს არ ვიცი მე ისა ერთიანად დადგომაზე საბოლოო ჯამში აი ძალა ერთობაშია როცა ამბობენ რაღაცაერთ მე იმას მოიაზრებ რომ აი ზუსტად ჩემნაირი უნდა იდგეს არ არის ეგ აუცილებელი ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი რომ იდეა რომლის გარშემოც გავერთიანეთ ახლა გამოვედით ანუ შეიძლება მე წითელ ღვინოს ვსვავდე შენ თქვათ ყავას და არ არის აუცილებელი ყველაფერში ვეთხოვოდეთ, მაგრამ თუ გჯერა რომ ეხლას ჯობს აქ ერთად დავდგეთ და ერთად დავიცვათ, თუნდაც ჩემი გამოხატვის თავისუფლება, მე დავიცვა შენი გამოხატვის თავისუფლება და ესე რაღაცნაირად შევთანხმდეთ და არ ვცდილობდეთ მეორე ხელით მეორის მოგუდვას, რომ აი მარტო მე დავჩე პროტესტის ლიდერი და თქვენ გაჩერდით, ახლა მე გადავწყვეტ ყველაფერს. აი ეგეთი რაღაცა თუ მოვიშორეთ, მე მგონი უფრო დიდი შანსი იქნება, რომ წარმატებით დავასრულებთ ამ ბრძოლას და საბოლოო ჯამში შეიძლება ეს რეფორმა პირიქით აღმოჩნდეს კატალიზატორი, რომ ცოტა ადეკვატურები გავხდეთ, იმიტომ რომ უფლებები, რომლებიც ისე უბრალოდ ქონდა და რომლისთვისაც ბრძოლა არ მოგვიწია, შეიძლება მაგან გაგვრკნა, რომ საერთოდ აღარ ვაფასებთ, ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი სულ არ აფასებს თავისუფლებას, რომელიც აქვს და ეს ცოტა მასევდიანებს და აი ამ შემთხვევაში რადგან ბრძოლით მოპოვებული იქნება მე იმედი მაქვს რომ შემდეგი პოლიტიკური ძალა ისე წინააღმდეგობას წააწყდება აი იგივეს გამეორების ეტაპებზე და მცდელობებზე რომ ეს აღარ გამეორდება საქართველოში ანუ მე უკვე ვოცნებ იმაზე როგორ არ გამეორდება ქართული ოცნების მმართველობის მაგვარი რამ საქართველოში არასდროს ну მისა სააკაშვილის ანალოგიურად ანუ მე აღარ მინდა დიქტატურა მე ხელში მაქვს ამოსული არაკომპეტენტური ხალხი რომელიც ცდილობს მასწავლოს როგორ ვიცხოვრო და მე მგონი სტუდენტების იზიარებენ ამ მოსაზრებას ეს ლოგიკური დასრულია რომ არ მინდა რომ დავამატო Friends who got driving it was to the group ყველაზე ძალიან აი რაზე ხართ ნაწყენები ლექტორებზე ან გაბრაზებულები, ან რა გონიათ ყველაზე დიდი პრობლემა ეხანდელ ლექტორებში? ყველაზე მეტად გაბრაზებულები ვართ სიჩუმეზე, ლოგიკურია, იმიტომ რომ თავიდან მქონდა იქ დამოკიდებულება ჯერ კიდევ რუსული კანონის დროსაც დააკავეს ორი ადამიანი, ისინი ახალგაზრდები არიან, რასაც სტუდენტური ასე კი არ ვიცი კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტში ირიცხებოდნენ თუ არა, მაგრამ მაგ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი ისე რომ ირგვლივ იყო რაღაც სიჩუმე, ვიდრე 28 ნოემბერი დადგებოდა. 28 ნოემბერშიც დღესაც გვყავს ძალიან ბევრი დაკავებული სტუდენტი, რომელთაც მერეც აუდიტორიაში სწავლა განახლდა, ისე როგორც არაფერი. ვიყავით გაფიცულები ორი
დაუკვირა და მე რა, ანუ მე შევედით ჩვეულებრივად გავუწევთ ყველა ჩვენი საქმე და ის ადამიანები დარჩნენ იქ, სადაც დარჩნენ. ეხლა სახელობითაც რო გკითხოთ, რამდენი სტუდენტი ერთ დაკავებული, შეიძლება ყველა სახელი და გვარი თქვენ არ გახსოვდეთ. ესე არ ახსოვს ძალიან ბევრ ადამიანს და ყველაზე საწყენია, რომ ამ ადამიანების რიცხვში დიდი ალბათობით არიან სწორედ ის ლექტორები, რომლებიც მათ ასწავლიან ხოლმე. და აი ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წყენა, რაც შეიძლება გამახსენდეს, იმიტომ რომ როცა იცი, აი ყოველდღე მე მგონი დღეს განსაკუთრებით როცა გადიხარ რუსთაველზე, იმ შეგრძნებით გადიხარ, რომ აი ხვალ შეიძლება დაგაკავონ და აი იმაზე მეტი გულისწყრომა გიჩნდება, არა იმ საკითხზე რომ შეიძლება დაგაკავონ, შეიძლება მაგისთვის უკვე მორალურად მზად ვარ. აი ამით იმაზე რომ შენი დაკავების მერე რა ხდება და რომ გითხრათ რა ხდება ჩემი დაკავების მერე თუნდაც რაღაცა ზუსტი პასუხი ამასთან დაკავშირებით არ მექნება, იმიტომ რომ მეც ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ მეც რო ჩავდე თუნდაც სისხლის სამართლის წესით ჩავდე, მგონია რომ ჩემი ლექტორების ჩვეულებრივად შევლენ აუდიტორიაში, ჩემი მეგობარი სტუდენტებიც შევლენ და აი არსებითად არაფერი არ შეიცვლება. აი ის წერტილი, სადაც ყველაზე მეტად დაგვარტყეს და ყველაზე ისეთი გარდამტეხი და მტკივნეული იყო ჩვენთვის, რომ ამდენი ადამიანი სისხლით დაიჭირეს, მაგის მერე, მაგის გადახარშვა და სახლებში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება იყო ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მაშინ მქონდა ის მომენტუმი, როცა ყველაზე ისე მხურვალედ უნდა გვებრძოლა და მგონია რომ ეგ შანსი გავუშვით, მაგრამ ეს განათლების რეფორმაც დაგეთახებით, რომ შეიძლება იყოს კატალიზატორი, იმიტომ რომ ყველა ჯგუფს ძალიან მნიშვნელოვანი და ისე არსებითად ეხება ის წერტილი, რაზეც მგონი ყველა შევთანხმდებით, იმიტომ რომ არ მგონია რომ რაღაც არაერთგვაროვანი შეხედულებები გქონდეს ამასთან დაკავშირებით და ჯერ კიდევ გვაქვს შანსი გამოსწორების და იმედია რომ ამ შანსს გამოვიყენებთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესო იყო ორივე მხარის მოსაზრებები. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. და ხო, რაც თავარია, Unilabs ძალიან დიდი მადლობა, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი, უზრუნველყოფს სივრცით, ტექნიკით და ყველა საჭიროებით, რაც სჭირდება ეპიზოდების გადაღებისთვის Unilabs.